მოგესალმებით. დღეს იქნება ჯეისონ ვორჰის ისტორია. თავიდანვე გეტყვით, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ქვევით გამოჩნდება და ასევე გააზიაროთ მეგობრებშიც და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. თუ კი მზად ხართ, ახლა დავიწყოთ. ჯეისონ ვორჰის საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. ჯერ მე მინდა ვილაპარაკო საიდან წამოვიდა და საიდან გაჩნდა ის. და დავიწყოთ. ის დაიბადა 1956 წლის 13 ივნისს და მისი სახე იყო ცოტა განსხვავებული, ძალიან მახინჯი. მას მხოლოდ დედა ყავდა და ის უვლიდა ყველაზე კარგად და მხოლოდ მისგან იგრძნობოდა სითბო და ყველაფერი კარგი რამ. მაგრამ შემდეგ როცა დაბერდა, ის ძიძას ეძებდა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა, მაგრამ არავინ არ თანხმდებოდა. ბოლოს კი წაიყვანა ბანაკში, რომელსაც ერქვა Camp Crystal Lake, სადაც ძალიან ჩაგრავდნენ ჯეისონს. დედამისი კი იქ მუშაობდა. ბოლოს კი იმდენს ჩაგრავდნენ, იმ ხელაზე შეტოპეს იმ ბავშვებმა, რომ ზღვაშიც კი გადააგდეს ჯეისონი და ჯეისონმა სამწუხაროდ ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო, მაგრამ საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ ის გადარჩა და ცოცხალი იყო. ეს ყველაფერი რომ გაიგო, დედამისმა გაცოფდა და ყველას მოკლა მოინდომა, რადგან არ მიაქციეს ყურადღება მის შვილს. იქ კი იყვნენ დამკვირვებლები, რომელმაც ყურადღება არ მიაქციეს და მოინდომა რომ მოეკლა. ის მივიდა მათ მოსაკლავად, მიადგა დამკვირვებლებს და დაუწყო ყველა სათითაოდ მოკლა. ჯერ ერთი, მეორე, მესამე და მეოთხე, ხოლო მეხუთესთან კი ის იყო უნდა მოეკლა, რომ ისეთი რაღაც ჩაიდინა, იმდენი ურტყა ისა, რომ ბოლოს თავი მოკვეთა თვით დედას და ეს ყველაფერი რომ დაინახა ჯეისონმა, გაცოფდა. ისიც გამწარებული იყო და ბოლოს ის გადმოუხტა წყლიდან და წყალში გადააგდო ის დამკვირვებლები. შემდეგ კი მოკლა. მაგრამ ისე უყვარდა დედამისი მას, რომ მისი თავის მოჭრილი თავიდან საცნაოდ ყველაფერი წამოიღო. შემდეგ კი მას ადამიანების მოკლის მეტი არაფერი არ აინტერესებდა. ის გაბრაზებული იყო ძალიან, შურის ძიება უნდოდა დედამისზე და ყველას და ყველაფერს კალავდა. კაცი, რომელსაც მის მერე სიტყვა არასდროს არ მოუღია და სიკვდილის მეტი არაფერი არ იცოდა. მან თავდაპირველად მას ტომარა ჰქონდა წამოცმული თავზე, რათა მისი სიმახინჯე დაეფარა. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა რა თქმა უნდა კლასიკური ჯეისონის ნიღაბი. ბოლოს კი ძალიან ბევრი ადამიანები მოკლა. საბოლოოდ შურიც იძია დედამისზე, მაგრამ ის ისევ აგრძელებდა ხალხის მოკლას. მას რაღაცნაირი ზებუნებრივი ზალა ჰქონდა და როცა ტყვიას ესროდნენ, ან დანას ჩაარჭობდნენ, ან ნაჯახს ჩაარტყამდნენ, ის უბრალოდ არ კვდებოდა. ჩვენ გავიგეთ, რომ ჯეისონი თუ მოკვდებოდა, მას ისევ შეეძლო თავიდან დაბადება, თუ მოკლავდა მის მოგვარეს ვორჰის და ბოლოს კი მან მოკლა მისი და დიანა, როდესაც ის დაბომბეს და ბომბში ააფეთქეს და მისი და კი გამოიყენა, რომ მკვდრეთით ამხსდარიყო და ისევ განაგრძობდა ხალხის მოკვლას. ბოლოს კი ერთ დღესაც ჯესიკა ვორჰინმა სპეციალური დანა ჩაარჭო, რამაც გაგზავნა პირდაპირ ჯოჯოხეთში იგი. მაგრამ რატომ განაგრძო ჯეისონმა ისევ ადამიანების მოკლა? პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ვიგებთ, რომ პატარობისას ძალიან სდილობიანი და კეთილი და თბილი გულით სავსე ადამიანი იყო ჯეისონი. მაგრამ როცა გაიზარდა, ეს ყველაფერი იმან აიძულა, რომ მას დედა მოუკლეს და ამან საერთოდ გადარია იგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დედამისი რომ არ მოეკლათ და ესეთი მსგავსი რამ ყოფილიყო,
მაშინ ის ძალიან კარგი, სრდილობიანი, კეთილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი დადგებოდა. და მან ამდენი უბედურება გამოიარა ამ ყველაფრის შემდეგ. ამით დასრულდა ჯეისონის ისტორია. მეგობრებო, არ დაგავიწყდეს, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რომ მეტი ასეთი სახალისო ვიდეოები ნახოთ. დღეისთვის სულ ეს იყო. მე დაგემშვიდობებით და ნახვამდის.